პირველ რიგში მოდი ვთქვათ ის, რომ რა არის ახალი წელი. თითო პატარა სტატია არის ხოლმე ახალ წელზე 1 იანვარს და დანარჩენი ომი. 4 დღე არის ასეთი, ხო, განსაკუთრებული თელს წელიწადში. სამეფო კარზე ახალი წლის აღნიშვნა, მცირე ციტატას მოვიყვან. ძველ ეგვიპტეში ეს დაკავშირებული იყო ნილოსის ადიდებასთან. აღწერილობა სამეგრელოში. გლეხი როგორ აღნიშნავს ახალ წელს არა მარტო ოჯახის წევრებთან, არამედ თავის ცხოველებთან ერთადაც. ნაძვის ხეც ქრისტიანული კულტურის ნაწილი არის აბსოლუტურად. აი ვენახის ნაწილის ჩართვა საახალწლო აღნიშვნაში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს მართლა ქართული არის. ტყიდან მოქონდათ მარადმწვანე ტოტები. კალანდობა რა არის? საინტერესო თემას მივადექით ტრადიციებს. შიში, ხანდახან ფობიური, რომ რაღაცას ვკარგავთ. ის რომ მე საქართველოში შემოდის, ის ქართულ ფორმებს იძენს და ის მერე ხდება ქართული. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს. ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გასული 2025 წლისთვის, ვინც მიყურებდით, მისმენდით, აკომენტარებდით, გამოთქვავდით თქვენ აზრს, აზიარებდით ჩემს აზრს. ეს უკვე მე-40 ეპიზოდი არის. ამ ხუმრობაში კაიგვარიანი მასალა დავაგროვეთ. და მომავალ 2026 წელს კიდე იმედი მაქვს, რომ 50-ზე მეტ ეპიზოდს ჩავწერთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისთვის, წარსულისთვისაც, წინასწარ მადლობა მომავლისთვის. ასევე მინდა რომ ჩემს ქვეყანას, საქართველოს თითოეულ თქვენთაგანს, თქვენს ოჯახებს უსურვო ბედნიერი 2026 წელი, საკმაოდ რთული 2025 წელი ჰქონდა საქართველოს. საქართველოში თავისუფლებას უჭირს და 2026 წელსაც ამ ხრივ შეიძლება არ ხვდებოდეთ დიდი ოპტიმიზმით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. მოდი ამ ჭიქით გაუმარჯოს 2026 წელს და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი დღევანდელი, თეა ქამუშაძე, ეთნოლოგი, რომელიც დღეს გვესაუბრება საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ახალი წლის ტრადიციაზე, როგორ აღნიშნავდა ის წარსულში, რა მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ყოფით ჩვეულებათა და ტრადიციათა დონეზე, ასევე მნიშვნელობით, ფილოსოფიურად, ასე რომ ვთქვათ, რო შევხედოთ, როგორ ხვდებოდით ქართველები ახალ წელს. თეა, ასევე მოგილოცავ დამდეგს, ღმერთმა გაგიმარჯოს და გაუმარჯოს იმ თავისუფალ აკადემიურ სივრცეს, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ სიმბოლურად დაემთხვა ჩემი მოსვლა ესეთ განსაკუთრებულ დღეს და მინდა თქვენს მაყურებელს მივულოცო ახალი წელი, ვუსურვო ჯანმრთელობა და რაც მთავარია, თავისუფალი სიტყვის შესაძლებლობა გქონოდეს 2026 წელს და ეს სიტყვა იქნება ის შესაძლებლობა, რომელიც ალბათ საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ხო და მოგილოცავთ მეც ამ ახალ წელს და დავიწყოთ. დიდი მადლობა. სანამ საქმეზე გადავალთ, კიდევ ერთხელ ამ ახალ წელთაც გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დააჭიროთ ზარის ღილაკს, გაგვაზიაროთ, დაგვაკომენტაროთ, ჩვენ ყველაფერს ვკითხულობთ, ეს ნებისმიერ პლატფორმაზე, ეს იქნება YouTube, Facebook, Instagram, TikTok, მოკლედ ჩვენ ყველგან ვართ და ასევე დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მთავარ პარტნიორს წყალემთის, რომელიც 2025 წელს გვეხმარებოდა ისტორიული ცოდნის გავრცელებაში და იმედი მაქვს, რომ 2026 წელსაც ექნება თავისუფალ ბიზნეს საშუალება, რომ დაეხმაროს თავისუფალ სიტყვას წყლის ძალამოქცეთ ღმერთმა. თეა, დავიწყოთ თავიდან. ეს ტრადიცია ახალი წლის აღნიშვნის ახლა ბუნებრივია უნიკალურად ქართული არ არის.
როდის იწყება საერთოდ ახალი წლის აღნიშვნა სხვადასხვა კულტურებში, ქვეყნებში, როგორ არის ეს და აი თქვა გლობალურიდან რო დავიწყოთ და შემდეგ გადმოვიდეთ ქართულზე. კეთილი. პირველ რიგში მოდი ვთქვათ ის, რომ რა არის ახალი წელი. ახალი წელი არის ესე რომ ზოგადად რომ ვისაუბროთ, ადამიანების მცდელობა მოიხელთოს დრო. დროს რაღაც ფორმა მისცეს, ათვლა მისცეს, აკონტროლოს და შეიძლება ითქვას, რომ ახალი წელი იმიტომ აღინიშნებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კულტურებში, რომ სხვადასხვა აღქმა იყო დროის და იმის თუ რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი. და შემთხვევითი არ არის, რომ მაგალითად ზოგ კულტურაში გაზაფხულზე იწყებოდა ახალი წელი, ზოგ შემთხვევაში შემოდგომაზე. ეს ყოველთვის დაკავშირებული იყო აი სასიცოცხლო ციკლთან და 4 დღე არის ასეთი ხო განსაკუთრებული წელიწადის თელს წელიწადში, როდესაც აი ეს დღე და ღამე იცვლება და აი ეს ჩვენი ხა რომელსაც აღნიშნავთ, დაკავშირებულია რეალურად აი ამ ზებუდობასთან, როდესაც არის ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე და შემთხვევითი არ არის რომ ეს შობასთანაც არის დაკავშირებული და ეს ახალი ასე ვთქვათ წლის აღრიცხვა და დაწყება სწორედ აი ამ ჩვენს კულტურაში ეს დამკვიდრდა და შემდგომ უკვე გლობალური სახე მიიღო. უფრო შორს რო წავიდეთ, მაგალითად ძველ ეგვიპტეში ეს დაკავშირებული იყო ასე ვთქვათ ახალი წლის და ახალი ციკლის დაწყება ნილოსის ადიდებასთან. მაგალითად რომში და საბერძნეთში მე ეს ქრისტიანობის პირობებში დაუკავშირდა ქრისტეს შობას და ჩვენ აი ეს რა ფორმითაც ახლა აღნიშნავთ რეალურად ეს ევროპული იმის ნაწილია და ქრისტიანული კულტურის რომელიც სეკულარიზებული ფორმით არის და ძალიან საინტერესოა ჩვენ შემთხვევაშიც აი ეს წინარე ქრისტიანულიც და ქრისტიანულიც როგორ სინთეზირდება და საბოლოო დღეს რა სახეს იღებს და თლიანობაში აი ხა როდესაც საუბრობდი რომ რა თქმა უნდა უნიკალურად ქართული არ არის, მაგრამ ჩვენ შეხვედრამდე გადავხედე ასე ვთქვათ ეთნოგრაფიულ მასალას და მაგალითად ნიკო ხიზანიშვილი ასეთ რაღაცას წერს, რომ ქართველებსო განსაკუთრებულად რამ გადაგვარჩინაო და გადაგვარჩინა იმედმა და სასოებამ და ეს იმედი და სასოება არსად ისე არ ჩანს, როგორც ახალი წლის აღნიშვნაშიო. და შეიძლება ითქვას, რომ აი ახალი წლის აღნიშვნა ქართული იდენტობის ნაწილად წარმოადგინა. და მთლიანად ის იდეა, რომ ესე იგი რა ხასიათი გვაქვს, რა განწყობა გვაქვს და რამდენად დაკავშირებული აღმოჩნდა ახალი წლის აღნიშვნასთან და ამასთან დაკავშირებით საინტერესო რომ მე-19 საუკუნის ბოლოს წერს ამას და იხსენებს, მოდიო გავიხსენოთ უფრო ძველი აღნიშნოთ, არა მისი თანამედროვე, არამედ წინარე. და იწყებს ასე ვთქვათ მეფის კარზე როგორ ხდებოდა მის აღნიშვნა ახალი წლის და საუბრობს იმაზე რომ სამეფო კარზე ძირითადად ეს იყო დაკავშირებული ნადირობასთან, ვაჟკაცობასთან, ანუ რაც მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისათვის რეალურად აკუმულირებული ფორმით ხდებოდა აი ამ ახალი წლის წარმოდგენა სამეფო კარზე და ნუ იქ ძალიან საინტერესოა დასაჩუქრების მომენტიც რომ აი ეს მადლიერება, გაცვლა, იმ ატმოსფეროს შექმნა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად დღევანდელობასაც მოგვაგონებს და მე აქედან ძალიან საინტერესოდ გადადის ქართლის ეთნოგრაფიულ რეალობაზე და მე უკვე გლეხის ოჯახში შეგვახედებს და იქ საუბრობს გლეხის ოჯახში როგორ ხდებოდა და იქ ძალიან ბევრი საინტერესო მომენტია, მაგრამ ერთი რაც შეიძლება აღნიშნოთ არის ის, რომ გლეხი როგორ აღნიშნავს ახალ წელს არა მარტო ოჯახის წევრებთან, არამედ თავის ცხოველებთან ერთადაც. ანუ მისთვის აი ეს სამყარო, რომელიც ასე ვთქვათ ახალ ეტაპზე გადადის ახალი წლის შემდეგ, სწორედ აი ამ დაკავშირებული არის მის მეურნეობასთან, მეცხოველეობასთან, იმიტომ რომ მათი საარსებო გარემო რეალურად ასეთი იყო და საინტერესო არის ის, რომ აი ეთნოგრაფიულ მასალასაც თუ ჩავხედავთ, ჩვეულებრივ ოჯახის უფროსი არა მარტო ოჯახის წევრებს ულოცავს ახალ წელს, ბოსელში მიდის, საღორეში მიდის, იმიტომ რომ მათზეც არის დამოკიდებული ის თუ როგორი წელი იქნება და სხვათა შორის ვენახშიც და აი ეს ვენახისთვის ვენახის ნაწილის
ჩართვა საახალწლო აღნიშვნაში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ძალიან ბევრი მაგიური რიტუალი უკავშირდება სწორედ ყურძენს, ვენახს და ღვინის, ასე ვთქვათ, ჩართვას იმაში, რომ როგორი წელი იქნება და განსაკუთრებით სამეგრელოში სხვათა შორის ეს დალოცვები და ეს დიხოტომია, რომ ჩვენ კარგი ყურძენი და სხვას ფურცელი ესეთი სიტყვით არის წარმოდგენილი. ეს მაგია, რომ უნდა რაღაცნაირად უზრუნველყონ ეს ფხვავი და ბარაკა, მათ შორის მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ვენახს და ყურძენს და ღვინოს, რა თქმა უნდა, რაც ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის. ესე იგი, ბრა, შენ სამეფო კარი როგორ აღნიშნავ და ხიზანიშვილისთან ეს მოიყვანე და მე ხარ როგორც ცოტა სუბიექტურად მიკერძოებული ადამიანი პირველი რესპუბლიკისადმი ჩავხედე 1919-20-21 წლების ახალი წლების აღნიშვნას საგაზეთო სტატიებს და აი 18-21 წლებში არის რაღაცა თითო პატარა სტატია არის ხოლმე ახალ წელზე 1 იანვარს და დანარჩენი ომი ანუ ის რესპუბლიკა რო სულ ომში იყო თქვა აი 19 წელი დაიწყო პატარა რაღაცა ახალ წელზე მაგრამ სომხეთთან ომი არის 19 წელს იქ 20 წელს დენიკინთან არის დაძაბულობა 21 წელს ბოლშევიკებთ მაგრამ აი გაზეთი საქართველო იყო ესეთი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთი და იმათ აქვთ 1919 წლის 1 იანვარს სამეფო კარზე ახალი წლის აღნიშვნა მცირე ციტატას მოვიყვან ჩვენში ძველად განსაკუთრებული ზეიმით გარდაიხდებოდა ხოლმე ახალი წლის დღესასწაული მეფის სასახლეში იანვრის ცისკრის ლოცვამდის პირველი ვეზირი რომელიც იყო ჩვეულებრივ ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი ჯვარსა და ხატს უკვლევდა მეფეს ხოლო დედოფალს სამკაულს და შაქრის სანუკვარს ორსავე წირვის შემდეგ უკვლევდნენ მეფეს ყველა დაბაში მყოფნი თავადნი მოხელენი და ხელისუფალი ყოველი მოხელე უკვლევდა თავის სახელს შესაფერის რასმეს ნუ აქ არის ეს შიდა რიტუალი და შემდეგ უკვე გადადიან ნადირობაზე აი რაც შენ აღნიშნე ყოველ მომლოცველს თან მოჰქონდა ისარი და მით შეაჩვენებდნენ კრულვით მეფის და სამშობლოს ორგულთ ამ სიტყვებით მლავარჟამიერ ყოს ღმერთმან მეფობა თქვენი მრავალ წელს და ის არის ესე გულისაშინა განერთხოს მეფობისა თქვენსა ორგულსა მოლოცვების გათავების შემდეგ იმართებოდა დიდი პურობა დარბაზობა რომელსაც მოიხსენიებს ვეფხისტყაოსანის გენიოსი ავტორიც ერისთავების მიერ მორთულ უვარგის ცხენებს ვაზი ერთუხუცესი გაიყვანდა სანადიროდ გამზადებულ შემოღობილ ადგილას საღამოს ცხენებს დახოცავდნენ რათა ღამით ცხენების ლერს მოეზიდა ნადირი იმ ღამეს შემოღობილ ადგილას აივსებოდა ტურით მელით მგლით და სხვა ნადირებით და ვაზიერი დახურავდნენ კარებს და ამის შემდეგ და ნუ მე იწყებოდა ნადირობა მოახვავებდნენ ამ პირუტყს და იწყებდნენ ნადირობას და იქვე არის აი არქანჯელო ლამბერტის მე-17 საუკუნის ეს მოგზაური აღწერილობა სამეგრელოში როგორ აღწერს ახალ წელიწადს ოდიშის წერს ის დის პატივისცემენ და ფრიად დღესასწაულებენ ცხოვრობლი აზრით მთელი წლის ბედნიერება ამ დღეს არის დამოკიდებული. ამიტომ ყველა ცდილობს რაც შეიძლება უკეთესად ის დღესასწაულოს ეს დღე, რომ ამით მთელი წლის ბედნიერება დაიყვებოს. ამ დღეს ერთი ფრიად ძველ ჩვეულებას ასრულებენ. მთავარი ანუ დადიანი თავის სასახლიდან, როგორც თავადები აზნაურები თავიანთი სახლებიდან, წინა ღამით გზავნის თავისი კარის კაცებს მახლობელი ყმების სახლებში. მასპინძელი მოვალია დაამზადოთ მათთვის კარგი ვახშამი. გათენებისას ყველანი გაემართებიან ბატონის სასახლისკენ. ამ პროცესში თითოეულ მომხელეს სასახლისკენ, ანუ ცენტრში არის, ხა იქ მეფე არის ცენტრში, აქ თავარიაც ფეოდალური სამყარო არის ბუნებრივია და ეს ახალი წელი გამოიყენება თუ სამეფო სასახლეში მეფის კიდევ უფრო განსადიდებლად, ძალაუფლების დემონსტრირებისთვის და მთავრის შემთხვევაში, დადიანის შემთხვევაში მთავრის ძალაუფლების დემონსტრირებისთვის. ეხლა კიდე რა მინდა იცი კითხო. წაგანახსენე რომ რაც არის თანამედროვე ახალი წლის და შობის ტრადიცია აი როგორც თქვა გლობალურად დღეს აღნიშნავთ ეს ქრისტიანული კულტურიდან მოდის ხო და ნუ ამას აქვს თავისი ატრიბუტები ერთ-ერთი ატრიბუტი არის თოვლის ბაბუ თოვლის პაპა სანტა კლაუსი ხო და ეს ჩვენ ვიცით რომ უკავშირდება წმინდა ნიკოლოს
ჩვენ შემთხვევაში ბასილი დიდის ბასილი დიდის ხო, იმიტომ რომ საქართველოში თუ არ ვთქვი 1 იანვარს აღინიშნება ბასილი დიდი. მაგრამ დასავლურ ევროპულ კულტურაში ეს წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება და ამისი შემდეგ სეკულარიზაცია ხდება, ხო, რაღაცნაირად, სასულიერო შინაარსს კარგავს და ეს რომ სანტა-კლაუსი მოდის და საჩუქრებს ტოვებს, არის იმისი ალუზია, რომ წმინდა ნიკოლოზი უჩუმრად ეხმარებოდა უპოვრებს. სასწაულმოქმედი. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანი არის ქრისტიანულ ტრადიციაში, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ მე რასაც ჩავხედე ხა მე-19 საუკუნის ტექსტებში, ჩემი სწორედ უმეშლება, თოვლის ბაბუს ტრადიცია საქართველოში არ გვაქვს. ხო, მე თუ სწორად მესმის, ეს სადღაც საკმაოდ გვიან მე-18 საუკუნეში სანტა-კლაუსი ჩნდება დასავლეთში. მერე ამისი რუსული გამოძახილი არის დედმაროზი და თოვლის ბაბუ არის დედმაროზის ქართული თარგმანი. რუსეთიდან არის ეს შემოსული თუ არ ვცდები. ჩვენ სინამდვილეში ასეთი ფორმით არის. თუმცა უხუცესის როლი, რომელიც მეკვლის სახით იყო ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებაში წარმოდგენილი, შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც თოვლის ბაბუის რაღაც ეკვივალენტი. ყველა ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეს მეკვლის, ასე ვთქვათ, შემოსვლა სახლში და ხშირად ეს იყო ხოლმე ოჯახის უფროსი, რომელიც იდეაში ეს ბაბუის და რომლის ფეხზეც იყო დამოკიდებული თელი მათი შემდგომი წელი. და ეს თოვლის ბაბუის თემა, რომ ხო, ჩვენ სინამდვილეში ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დაკავშირებულია ასე ვთქვათ, რუსეთიდან ამ ევროპული, ასე ვთქვათ, მათი გზით შემოდის. და დღევანდელი ფორმაც, ხო, რაღაცნაირად ისეთი სეკულარიზებული და სულ სხვა ვერსია, მაგრამ მთავარი იდეა მე მგონი, რაზეც შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, არის ის, რომ ამ დღეს რაღაცნაირად არის განსაკუთრებული მოლოდინი სასწაულის. ეს ჯადოსნობის და ამ ჯადოსნობის იმას ეს უჩუმრად ესე ვთქვათ მოსული სასწაულმოქმედი წმინდა ნიკოლოზი თუ ვისაც წარმოვიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ აკეთებს იმას, რაც ადამიანს, ასე ვთქვათ, წარმოუდგენია როგორც სამართალი, როგორც და ჩემთვის რასაც ფიქრობდი ხოლმე, ხა სანამ თქვენთან მოვიდოდი, რომ ძალიან საინტერესოდ ჩნდება ეს თანასწორობის იდეაც. იგივე დასავლურ საზოგადოებაშიც ადამიანები ცდილობენ ამ დღეს ყველა ადამიანი, ყველა ბავშვი, რომელიც შეიძლება მარტო გრძნობდეთ თავს, მათზეც იზრუნონ. ეს რაღაცა სოლიდარობის, თანასწორობის, გაზიარების მომენტი ძალიან ესე ვთქვათ კულტივირებულია და ამ თვალსაზრისითაც რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაწილიც დავანახოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დღეს მარტო არავინ იგრძნოს თავი. და ძალიან ესე ვთქვათ საინტერესოდ არის ხოლმე ჩართული სხვადასხვა სოციალური საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მათ შორის ეკლესია, რომელიც იგივე თუნდაც ალილოს ესე ვთქვათ აღნიშნოთ ტრადიცია ზუსტად ამას საინტერესოდ ეხმაურება, რომ გროვდება სანოვაგე საჩუქრები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება და ვისაც შეიძლება კონდეს ამისი ნაკლებობა. და ეს ნაწილი მგონია, რომ საინტერესოდ შეიძლება დასაფიქრებელი იყოს, რომ ჩვენს ტრადიციაში და განსაკუთრებით ტრადიციულ საზოგადოებაში არავინ არ გრძნობდა ამ დღეს, ასე ვთქვათ, გარიყულად, უცხოდ, მარტოდ თავს. საზოგადოება უზრუნველყოფდა იმას, რომ ყველას ქონოდა ამ სიხარულის განცდა, ამ ჯადოქრობის, ამ სასწაულის განცდა, რომელიც საბოლოო ჯამში კრავს და ქმნის რაღაცა ერთმთლიანობას და საერთოდაც რო ვთქვათ, ეხა ასტროლოგიური თვალსაზრისითაც ეს დღე არის ისეთი დღე, როდესაც რაღაცა ტრანსფორმაციული, ესე ვთქვათ, რაღაცა შესაძლებლობები იქნება. ხდება ადამიანების გარდაქმნა, დაფიქრება იმაზე თუ როგორი წელი ქონდა, რა გააკეთა, ვისთვის რა სარგებლის მომტანი იყო, რა შეეშალა, რისი გამოსწორება
შეიძლება და სხვათა შორის ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ხოლმე საშობაო ფილმებიც, ხო? რაღაცნაირად ადამიანებს აჩვენებს, რომ შენ შეგიძლია რაღაცა შენი შესაძლებლობების საუკეთესო ნაწილი წარმოაჩინო ამ მომენტში. და თქვათ თუ ვინმე დავიწყებული ყავს, მოიკითხო, რაღაცნაირად მხარი დაუჭირო და რა ვიცი, ეხა გამოვეხმიანოთ ჩვენს აი ამ გასაჭირს, რაც ჩვენ საზოგადოებაშია. მე მაგალითად ძალიან მადარდებს, როდესაც ახალ წელს ვიჯდები ჩემს ოჯახთან ერთად სუფრაზე. ის ადამიანები, რომლებიც საპრობილეში ხვდებიან და სრულიად დაუმსახურებლად არიან იქ და რაღაცნაირად ეს მომენტი ადამიანურ დონეზე ძალიან მაწუხებს და აი ეხლა რადგან მაქვს შესაძლებლობა, მინდა მადლობა გადაუხადო მათ გმირობისთვის, ადამიანური თავგანწირვისთვის, რაც მათ შეეძლოთ რომ გაეკეთებინათ და იმედი გამოვთქვა, რომ მარტო არ იგრძნობენ თავს და ის საზოგადოება, რომელიც გრძნობს მათ აი ამ თავგანწირვას, რაღაცნაირად დაფასდება და მნიშვნელოვნად დარჩება ისტორიის, ასე ვთქვათ, ამ გადაცემის პათოსს რო თუ გამოვეხმაურებით, რომ არაფერი არ იკარგება საბოლოო ჯამში, თუმცა ის თუ ვისი მოყოლილი ამბები დარჩება, აქაც ძალაუფლებრივი დისკურსი შემოდის და ჩვენი ძალა ჯერ კიდევ იმაშია, რომ ჩვენ ლაპარაკის საშუალება გვაქვს და იმედია, რომ ამისთვის ვიბრძოლებთ, რომ გქონდეს ამის უფლება, რომ ვილაპარაკოთ და ჩვენი წილი ამბები მოუყვეთ ჩვენ საზოგადოებაზე, რომლის ნაწილადაც მიგვაჩნია თავი. ცოტა სხვა მიმართულებით წავიყვანი შენი კითხვა. აუცილებელი არის ეს. მაგრამ ჯადოქრობასთან და იმასთან ერთად გვახსენდება ის ადამიანების, რომლებიც რა თქმა უნდა, ახალი წელი არის. ახალ წელს ყველა განსაკუთრებით ემპათიურები უნდა ვიყოთ და ემპათიურებიც და მადლიერებიც და პირველ რიგში იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აი ამ ახალი წლის სიკეთეს ვერ შეიგრძნობენ ისე როგორც ყველა ადამიანს ეკუთვნის რომ შეიგრძნოს ოჯახთან ერთად, საყვარელ ადამიანებთან ერთად, ახლობლებთან ერთად და მათ ეს აკლიათ, იმიტომ რომ ქვეყნისთვის გარკვეულწილად საკუთარი თავი გადადეს და აქედან მინდა მეც მივესალმო მათ და აბსოლუტური სოლიდარობა გამოუცხადო და უსურვო 2026 წელს აუცილებელი გათავისუფლება. თეა ეხა კიდე ერთი ატრიბუტი ახალი წლის არის ნაძვის ხე. ეს ანუ ჩვენ გვაქვს ჩიჩილაკი, აი აგერ არის ჩიჩილაკი და ამავე დროს არის ნაძვის ხე. ეხა მე რაც ვნახე, ეს ნაძვის ხეც ქრისტიანული კულტურის ნაწილი არის აბსოლუტურად. ესე იგი მე-16 საუკუნიდან აი რეფორმაციის გერმანული მეშეჩნდება. ხო, თითქოს აი მარტინ ლუთერს უკავშირდება ნაძვის ხე, ნაძვის ხეზე სანთლების, სალოცავი სანთლების დანთება და მერე ამისი სეკულარიზაცია ხდება, რა თქმა უნდა. აი ეს ადრეული ეპოქა არის. შემდეგ უკვე მე-19 საუკუნეში რუსეთში შედის იოლკა. საქართველოშიც შემოდის და პირველ ეტაპზე ამას ეძახიან იოლკას. საქართველოში ან ქართულ პრესაში ხომ წავიკითხავ რაღაცებს ეძახიან იოლკას და შემდეგ იცვლება სახელი და არის საშობაო ხე, ანუ როგორც Christmas tree ინგლისურად, ასე რომ ვთქვათ, ალბათ ინგლისური თარგმანია, შეიძლება გერმანულიდან არის გადმოსული. გერმანულიდან არის გადმოსული საშობაო ხე, ეს ნაძვის ხე ალბათ უფრო მოგვიანებითი არის საბჭოთა დროის, იმიტომ რომ პრესაბჭოთა ეპოქაში ნაძვის ხე ესეთ ტერმინი არ შემოხვედრა. საშობაო ხე კი ბატონო, რუსული კალკი იოლკა კი ბატონო, მაგრამ აი ნაძვის ხე ალბათ უფრო მოგვიანებით. ხო, საჯარო სივრცეში ნამდვილად მე-19 საუკუნეში შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდა საქართველოში, თბილისში და შეიძლება ნაწილობრივ აი გერმანელების გავლენით, მაგრამ მე ესეთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ისეთ რაღაცებს ვეხებით უნივერსალიებს, რომელსაც რაღაცნაირად დროში და სივრცეში მოხელთება ძალიან რთულია. იმიტომ რომ იმდენად უნივერსალურია, აი ეხა ეს ფოთლებიც არის მარადმწვანე, რომელიც ზუსტად იმ იდეის, ასე ვთქვათ, გამოხატულება, რაც მარადმწვანე ხის, ასე ვთქვათ, მორთვაში.
და მორთვა იგივე ჩიჩილაკის ასევე ამის ნაწილია და თვითონ ჩიჩილაკიც ასევე ხის გამზადდება და ამ შემთხვევაში ეს ჩვენთვის რაც ტრადიციულად ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო სიმრავლე, სიუხვე, ბარაკა. აი ამ მიმართულებით მიდის და კი თვითონ ნაძვის ხე ჩდება იმაში რა ქვია ეკლესიურ ასე ვთქვათ კონტექსტში ეკლესიაში მაგრამ აი ამის თქმა მინდა რომ აი იგივე გარდა იმისა რომ ყველა ეთნოგრაფიულ მასალაში ხვდებით ინფორმაციას რომ ტყიდან მოქონდათ მარადმწვანე ტოტები სხვადასხვა სცენარის იმის მიხედვით რომელ რეგიონზეა საუბარი მაგრამ აი არ არსებობს არც ერთი ასე ვთქვათ ახალი წლის აღნიშვნა საქართველოს არც ერთ კუთხეში სადაც აი ეს სიმწვანის და მარადმწვანე ასე ვთქვათ სცენარის წარმოჩენა არ ხდება და შესაბამისად ვთქვათ რომ ესეც რაღაცნაირად აი ამ უნივერსალური მაგიური ასე ვთქვათ გარემოს შექმნის ნაწილია ჩვენ სინამდვილეში და მე მინდა ვთქვა რომ განსაკუთრებით მიყვარს ჩიჩილაკი მაგრამ ვიტყვი რომ ჩიჩილაკი ჩემს ბავშვობაში არ გვხვდებოდა არ ვიცი საბჭოთა ბავშვობა მქონდა მე და საერთოდ აი ურბანულ სივრცეში არ იყო და მათ შორის იმერეთიდან ვარ არც იმერეთში არ იყო და აი ეს მოგვიანებით ჩიჩილაკის ასე ვთქვათ უნივერსალური გავრცელება ჩვენ საზოგადოებაში ჩემთვის არის რაღაცნაირად ძალიან კარგი სიმბოლო და ნიშანი იმის თუ როგორ შეიძლება ტრადიციის აღორძინება და მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება და რა ვიცი მე ყოველთვის არ არსებობს არც ერთი წელი ჩემთვის სადაც აი ჩიჩილაკი არ მაქვს სადაც ჩემი ტრადიცია შევიქმენი რომელიც აი მორთვის ჩიჩილაკის და მისი ასე ვთქვათ წარმოჩენის და რაღაცნაირად ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია რომ არის ცოცხალი თავისებურად, იმიტომ რომ ცოცხალი ხის გამზადდება და არის ასეთი ლამაზი და თან ეს დატვირთვა რომ ეს მართლა ქართული არის. ნამდვილად ქართულია. და თან აი ეს იდეა როგორ კარგად არის ასე ვთქვათ მოფიქრებული აი ამ რაღაცა აი ამ თითქოს მარტივი ხო და მაგრამ ლამაზი. მარტივი და ხო აი გენიალურიც ვიტყოდი ცოტა თუ სუბიექტური ვიქნები აი ამ სიმრავლის ასეთი ფორმით წარმოჩენა და მე ამისი გაფორმება მაგალითად ვაშლებით, აი როგორც აფორმებენ ხოლმე ნაძვის ხეს, ისე აფორმებდნენ ჩვენს ლამაზ ჩიჩილაკს და რა ვიცი მოწოდებების და იმის არა, მაგრამ მე უბრალოდ აი სუბიექტურად განსაკუთრებულად მიყვარს და მელამაზება და რაღაცა ეს კამფეტებით თუ რა ვიცი რითი შეიძლება გააფორმა, რა ვიცი ძალიან კარგი მაგალითია როგორ შეიძლება ჩვენი ტრადიციებში მოვიძიოთ ის საუკეთესო და წარმოვაჩინოთ და ვაქციოთ ჩვენი რუტინის და ჩვენი ყოველდღიურობის რაღაცა სახალწლო ეს ყოველდღიური გულისხმობ აი ამ სახალწლო განწყობას და არა ზოგადად. აი ჩიჩილაკის თემა მინდა რომ განვავრცო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გურიაში უფრო ეს კალანდის დღესასწაული. სხვათა შორის აქ მაქვს ახლა მე წავიკითხავ 1868 წლის 5 იანვრის დროების სტატია მაქვს კალანდობაზე. ეს არის 150 წელზე მეტია, ხო 157 წლის წინანდელი. და სადაც ჩიჩილაკზე არის საუბარი, ხო 1868 წელს, მაგრამ სტატიაში არის სქოლიოში ჩამოტანილი იმისი ახსნა რა არის ჩიჩილაკი. ესე იგი, ნუ გურიაში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თბილისში ახლა მობილობა ისე არ არის დაწყებული ჯერ, ხო? რკინიგზა გაყვანილი არ არის 1868 წელს, რომ გურიიდან თბილისში ჩამოსვლა ეგეთი იოლი იყოს და ამიტომ თბილისში როგორც ჩანს ჯერ არ იცნობენ, ამიტომ ამის განმარტება ხდება საჭირო. აი, კალანდობა რა არის? კალანდობაც, ასე ვთქვათ, ხო, თბილისში იგივე, მე მგონი დღეს აღარ არის უცხოდ აღარ ჟღერს, მაგრამ ასე ვთქვათ, დასავლეთ საქართველოს და კერძოდ გურიაში კალანდა უკავშირდება ზუსტად კალენდარს. და შესაბამისად აი ამის აღნიშვნა ეხა დღეს კალანდობას მაგალითად ძველი ახალწელს უწოდებენ, იმიტომ რომ როგორც აღინიშნებოდა იმის მიხედვით. და ახალი წელი შეიძლება ითქვას, რომ ჩანაცვლებულია ამ სიტყვით და რაღაცა განსაკუთრებული ესეთი საახალწლო რიტუალებით და იმით არის დატვირთული. რა ვიცი, შეიძლება გავიხსენოთ ესე ვთქვათ გურულების ასე ვთქვათ აღნიშვნა ახალი წლის, რომელიც არის დაკავშირებული
ძალიან არ მომწონს ეს ნაწილი, მაგრამ უნდა ვთქვა ღორის დაკლა. იმიტომ რაღაცნაირად მე ჩემი სუბიექტური იმიდან გამომდინარე რაღაცა დისკომფორტს მიკვდის რაღაცა იმის ცხოველის მოკვდინება, მაგრამ ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა ქონდა ღორს და ეს ღორის თავის, ასე ვთქვათ, ეს წარმოჩენა და სულფარზე განსაკუთრებული ადგილი სწორედ და ითვლება, რომ ეს ღორის გამრავლება და ღორთან დაკავშირებული, რა ვიცი, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი იყო, შეიძლება ითქვას და მაგაზე მინდა ჩავერთო ზუსტად, აი განმარტება შემოიტანე, იმიტომ რომ რო ვკითხულობდი აი 19 საუკუნის მასალას, მოკლედ დიდი დებატი არის პრესაში აწეული, რომ აი ეს იოლკა რო შემოდის და იოლკის მორთვა და რაღაცა და ნუ კონსერვატიული ნაწილი საზოგადოებისას წუხს იმაზე, რომ ჩვენს აქვს კარგად. როგორც ყოველთვის ხდება ახლა დღეს რაც შევლებიც გვაქვს და აქ იყო აი ეს ივერიაში არის აი ამაზე სტატიის ავტორის წუხს, რომ სადღან ახავ ახლა ღორის თავს სუფრაზე, იმიტომ რომ ეს აუცილებელი იყო, რომ ახალ წელს ღორის თავი ყოფილიყო სუფრაზე და შესაძლოა, არ ვიცი ხა ეს დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ პირველი რაც თავში გამიჩნდა ის რომ ესეც მართლა საქართველოში ხდება, ხო რომ გოჭი, მთლიანი გოჭი რო არის ხოლმე დაუჭრელი გოჭი სუფრაზე ბოლოკით პირში, შეიძლება ეს სწორედ იმ ტრადიციის რაღაცა გამოძახილი იყოს, რომ თურმე აგერ ღორის თავის დება სუფრაზე ლამის სავალდებულო ყოფილა. ეხლა საინტერესო თემას მივადექით ტრადიციებს ზოგადად და აი ეს რაღაცნაირი დამოკიდებულება შიში თუ რაღაცა ხანდახან ფობიური რომ რაღაცას ვკარგავთ და რა შეიძლება დავკარგოთ და რა არ შეიძლება დავკარგოთ, მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ, რომ ყველა ტრადიცია რაც კი არსებობს ნებისმიერ საზოგადოებაში გაჩნდა იმიტომ რომ იმისი საჭიროება იყო. ანუ საზოგადოება ადაპტირდება გარემოსთან ტრადიციების საშუალებით და ლეგიტიმაციას ახდენს ყველაფრისაც, რასაც არ უნდა აკეთებდეს. ამიტომ ნებისმიერი ტრადიცია, რომელიც იქმნება თუ იკარგება თუ თავიდან უბრუნდებით მას, რაღაცა გამოძახილს უნდა პოულობდეს იმ თანამ საჭიროებებთან, რომელიც იმ ადამიანებს გააჩნია. და საშუალებებთანაც ალბათ. საშუალებებთან. ხო, იმიტომ რომ შეხედეთ, ჩვენ გვაქვს მაგალითად, აი ხა აქ გვიდევს ჩურჩხელა, მანდარინი, გოზინახს აკეთებენ აუცილებლად. ხო, რატომ ეს? იმიტომ რომ ესე იგი ამ დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში მოდის მანდარინი და ეხლა ვთქვათ სხვაგან შეიძლება ქოქოსი იყოს, სადაც ეს ქოქოსი მოდის, ქოქოს დადებენ იმ სუფრაზე. გვაქვს ჩურჩხელა, იმიტომ რომ თაგვისწელი რო იყო შვეიცარიული ყველი უნდა ქონდეს. და რაღაცა ისეთ საინტერესო ჩემოდის, როგორ იქნება ხელოვნურად აი ესეთი რაღაცა ტრადიციები, რომელიც მანიპულირებულია რაღაცა იმით საშუალებებით, რომ როგორ შეიძლება ეხა მაგალითად ცოტა სასაცილოა, მაგრამ რა ვიცი, სახალხო გადაცემა იყო საუბარი იმაზე, რომ ნალი უნდა გქონდეს რაღაცა ცხენის წელთან დაკავშირებით და რა სიმბოლური და ისეთი დატვირთვა შეიძლება გქონდეს ცხენის ნალს სუფრაზე თუ სახლში საახალწლოდ აი ამ ხო, მოკეთ, ეგეც რაღაცნაირი ისეთია, მაგრამ ჩვენ ხა კონსუმერული საზოგადოება ვართ მომხმარებლური, რომ სადაც აი მაგალითად იგივე ცოტა კრიტიკულად რო შევხედოთ იგივე დასავლეთ, რომელიც ჩვენ ძალიან მოგწონს, იქაც შობა არის აბსოლუტურად ესეთი ყველაზე კარგად, ესე თქვათ, შეფუთული, მარკეტინგული საშუალება გაყიდო უამრავი პროდუქტი, რომელიც შობასთან არის ასოცირებული. აი ეს მთელი, ასე თქვათ, ამაზე მუშაობს მთელი ინდუსტრია, რომელმაც შობა გახადა სრულიად დაცლილი რელიგიური შინაარსისგან და ასე თქვათ, ამ მომხმარებლურ საზოგადოებაში ძალიან დიდ საშუალებად რაღაცა პროდუქტების გასაღების. ხო, ეგეც არის, ანუ საქართველოში აი იმ სტილში, რასაც დასავლეთში შობას აღნიშნავენ, ჩვენ აღნიშნავთ ახალ წელს და შობა ჩვენთან უფრო რელიგიური შეინარჩუნა თავისი რელიგიური დატვირთვა. ერთ კარგ რაღაცას ვიტყვი, აი საუბრობდით ტრადიციების დაკარგვაზე და შენარჩუნებაზე. მინდა ესეთი რაღაც გითხრათ, რომ საერთოდ როგორ გავხდი ეთნოგრაფი, ხო? იმიტომ რომ ისტორიის ნაწილი იყო ეთნოგრაფია და წარმოდგენა არ მქონდა, ესე ვთქვათ, ამ დარგის შესახებ, სანამ არ აღმოჩნდი კონკრეტულ მასწავლებელთან, რომელმაც ეთნოგრაფიული მასალა გამიზიარა და
პირველად წავიკითხე ტირილისა და გლოვის წესები ფშავ ხევსურეთში და მეორე თემა იყო ლიფანალის დღესასწაული სვანეთში. ლიფანალის დღესასწაული არის ახალი წლის ციკლის დღესასწაულის ნაწილი. და რას გულისხმობს ეს ლიფანალი? აი ამ ლიფანალიც ახტოვანებულმა გადავწყვიტე რომ ეთნოგრაფობა მინდოდა. ლიფანალის დღესასწაულზე ოჯახში ოჯახის წევრები ამზადებენ სპეციალურ სუფრას, სადაც ეპატიჟებიან გარდაცვლილ სულებს. საიქიოდან მოდიან სულები, მათ ხვდებიან როგორც ცოცხალ ადამიანებს, კარს უღებენ, აცილებენ, მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოჰყავთ, შემდეგ ზღაპრებს უყვებიან, უხატავენ, გარემოს ესე ვთქვათ, ულამაზებენ და მერე აცილებენ პატივით. და აი ხა ჩვენი რაციონალური ადამიანური ასე ვთქვათ გონებისთვის როგორი წარმოუდგენელია მიცვალებული სულების გამასპინძლება სახალხო სუფრის ასე ვთქვათ ნაწილად. მაგრამ ამავე ასე ვთქვათ ტრადიციამ რომელიც დღემდე ცოცხალია ეს რატო ანუ იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ასე ვთქვათ ამ საზოგადოებისათვის ეს ტრადიცია რომ შეინარჩუნეს იმიტომ რომ ეს არის საინტერესო ასე ვთქვათ მცდელობა მორიგების სიკვდილთან რომელსაც სუკი არ მიყავს შენი ძვირფასია საყვარელი ადამიანები არამედ მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობა გაქვს რაც არის ასევე რეალურთან მიახლოვებული ანუ ადამიანის გონებამ, რომელსაც ყველაზე მეტად ცხოვრებაში რა გვაწუხებს, ის რომ მოვკვდებით ერთ დღეს. ეს ძალიან ეგზისტენციალური საკითხია. და აი ამ სიკვდილთან მორიგება და მოგვარება და მისი ჩართვა საახალწლო ციკლში ჩემთვის იყო რაღაცა ისეთი გენიალური მიგნება ამ კონკრეტული საზოგადოების. კიდე ერთი რამე ხო არ არის მანთია? რომ ეს ახალი წელი არის რაღაცა ერთობის დღე, ხო? და აი ოჯახის გაერთიანების და ვინც გენატრება იმისი ნახვის და იმასთან ერთად გატარების, ხო? და აი მიცვალებული რომელიც არ არის შენთან ერთად და აი გენატრება და ოჯახის წევრია ეს და კიდე რო იყო ძვირფასია, აი იმას იწვევ. კი, ერთი მხრივ ზუსტად ეს არის, რომ რაღაცნაირად ხდება გამთლიანება ამ რატომ არის ჩვენი აღდგომაც გენიალური, რომელიც აღნიშნავთ სასაფლაოზე და სხვათა შორის ეკლესია ცოტა ებრძვის ამ ტრადიციას და ჩემთვის არის სრულიად გენიალური მიგნება ადამიანის, რომ რაღაცნაირად სიმბოლურად ცდილობ, რომ იმ სამყაროს და ამ სამყაროს დაკავშირებას, რომელიც ფიზიკური სახით, სასაფლაოს სახით არსებობს. და აი ის ღვინის დაქცევას მასე საფლავზე და ეს ასეთი ფორმით ჩამოყალიბებაც ეს არის ადამიანების გამოსავალი თავიანთ გარდაცვლილ ადამიანებთან არ დაკარგონ ეს კონტაქტი. აი ეს შესაძლებლობა და ამით რაღაცნაირად აი ეს განგრძობითობა, ეს შენარჩუნება იმის, რომ აი ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სხვათა შორის ხევსურულ ტრადიციაშიც ახალი წლის სუფრაზე მესამე სადღეგრძელოს ხო ამბობენ ესე ვთქვათ უკაცრავად მესამე სადღეგრძელოს ამბობენ უკვე უპატრონო მიცვალებულების ანუ თემს აქვს იმისი განცდა რომ ვიღაცა შეიძლება აღარ დარჩა აქ მოხსენე შთამომავალი და პასუხისგებლობას იღებს რომ ის ადამიანიც თვითონ გაიხსენოს რომ არავინ არ დარჩეს უყურადღებოდ. ანუ ეს იმდენად ანუ ჩვენს ტრადიციებში იმდენად მარგალიტებია იმის რითაც შეიძლება დღესაც ვისაზრდოთ და მოუყვეთ და ვიფიქროთ ამაზე რომ როგორი მნიშვნელოვანია თემის მთლიანობა, ერთმანეთზე ზრუნვა, საერთოდ იზღირებულებები რაზეც შეიძლება ესე ვთქვათ კარგი საზოგადოება იდგეს. და შესაბამისად, მოკეთ ეს რო ცოტა შევაჯამოთ და ბოდიში ცოტა სხვადასხვა მიმართულებით წაგიყვანოთ. არა, საინტერესოა. აი ეს ლიფანალის დღესასწაული მინდა გითხრათ, რომ დღემდე არის ცოცხალი, დღემდე არის მოქმედი და ისეთივე რუდუნებით და იმით რა ქვია, მონდომებით ასრულებენ, როგორც საუკუნეების წინ და ეს არის მაგალითი იმის, რომ საზოგადოებამ როგორ შეიძლება მისთვის რაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს და თავისი რაღაცა ტრანსფორმაციას რა თქმა უნდა განიცდის, ეხა იგივე რას დადებს მაგიდაზე შეიძლება ეს შეიცვალოს, მაგრამ არსი რაც მისთვის მნიშვნელოვანია და ხირებულია რომ არ დაკარგოს კავშირი
წასულ ადამიანს, ესეც ვეძახით, ხო? წასულ გარდაცვლილ ადამიანებს. ჩვენ საერთოდ აი ლექსიკურ დონეზეც გენიალური საგვაქვს. ესეთი დაკვირვებებით შეიძლება გავაკეთოთ ამაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს სამყაროსადმი, საიქიო სააქაო, რომელიც აი ამის ესეთი ნაწილია და რაღაცა ეს კომუნიკაციის გზებს როგორ პოულობ აი ამ სამყაროებს შორის და დაკავშირების და ეს ყველაფერი არის, რა ვიცი, ჩვენთვის საუნჯე, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ, რომელსაც უნდა ვილაპარაკოთ და ის ტრადიცია, რომელიც ღირებულია და რომელიც თანამედროვეობასთან გამოძახილს იპოვის, ის აუცილებლად გადარჩება. აი როგორც ჩვენ ჩიჩილაკი. აი ახლა მე მინდა წავიკითხო ამ ტრადიციებთან დაკავშირებით. ხო, ეს წეღან რომ ვახსენე 1868 წლის სტატია დროებაში კალანდობაზე. იმ ღამეს, სანთლის დანთების ღამეს ეძახიან შინაურულად, ხოლო სასოფლოდ ეძახიან რცხმელის ჭრად, რადგან მართლა იმ დღეს რცხმელის შეშის მეტს ხალხი არას მოსჭრის და ახალ წელიწადს იმ ხსენებულ რცხმელის შეშის მეტს არას ხმარობენ. რა რომ ვახშამს დაასრულებენ, ერთი მამაკაცთაგანი გამოდის გარეთ და შეუდგება ჩიჩილაკის კეთებას და თლასა. მინამ ალიონი მოატანს, მანამ იმ ჩიჩილაკს ჩამოსვლას უნდება. მაგრამ როგორც მორთული იქნება ეს ჩიჩილაკი, ისიც მოიხსენეთ მკითხველო. იმაზეთ იქნებიან დამოკიდებულნი, რაც შეიძლება აქვს იმის პატრონს, ოქრო ან ვერცხლი, თქვათ, ვისაც უფრო მდიდარია, ოქროს და ვერცხლს შეაბავს ამ ჩიჩილაკს. ან რომელიმე ნივთეულობა, არამედ ტკბილი შაქარლამები, არაც ამგვარის ხილოულობას იშოვნის. მასთან სუროს ფოთოლი თავის მარცვლებით და ეკლის აი ეს რაც არის ზუსტად რომელიც არის მარადწვანე. ხო. და ეკლის წითელი მარცვლები, რომელსაც აქ ეძახიან კურკანტელას. და რომ ალიონი ამოვა, მამაკაცი მოასთავსებს ჩიჩილაკის წყობას და რთვას, მოათავებს ჩიჩილაკის წყობას და რთვას. გამოვა გარეთ ამ ჩიჩილაკით თან მიჰყვება ერთი ან ორი ბიჭი. თუ კი შესაძლებელია კაცი. თუ შეძლებული კაცია უბრალოდ. მიადგებიან თავის სახლის კარებს, რომელშიაც კარზე ვინმე იდგება და ამას სახლის კარები ხელით აქვს დაჭედილი. მამაკაცი გარედან შესახებს დიდი სიამოვნების ხმით. კარი გამიღე. სახლიდან უპასუხებენ, რა მოგაქვს? მამაკაცი უკან პასუხობს კიდევ. მობრძანება წმინდა ბასილ, აი ახალი წელი რო ამ ბასილდეც უკავშირდება. მოაქვს ღვთისა და ბატონის მოწყალება, კაცთა მშვიდობა, ოქრო და ვერცხლი, თვალი და მარგალიტი, პური და ღვინო, ბედაური ცხენი რახტის შეკაზმული, ყირიმის თოფი, ინგლისის ფისტო, ანუ დამბაჩა, ანუ მაშ რაც არის რა. რაც აქტუალური არის. მოჭედილი სატევარი, ანუ ხანჯალი, ყაჭ აბრეშუმი. რა რომ ამ ლოცვას დაასრულებს, კიდევ შესძახებს. კარი გამიღე და ყვალადვე პირველი სამებრო მიიღებს პასუხს. რაღა დიდი გავაგრძელო, სამის გზის დალოცვის შემდეგ გავუღებენ კარებს და კარზე მიმდგომი შესძახებს. ხა და ეს კაციც თავის ჩიჩილაკითა ხლებისთან მიყოლით შედის სახლში, ეს მეკულია ფაქტობრივად, ხო? იქ არიან შეკერებლნი დამდგარი ყველა და იმ სახლში ყოფნი კაცნი და ქალნი. ყველას უჭირავს მოკიდებულ ხელში თაფლის სანთლები. ეს კაცი თითეულს იმ დგომს ულოცავს. ღმერთმან მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოსო და ისინიც მიუგებენ ჩიჩილაკის მორთულობის ხელით უნდა შეეხონ. მამაკაცი სამ გზას ჩამოატარებს ამ ჩიჩილაკს და შემდეგ სახლის ერთ კუთხეში ჩამოჰკიდებს ნათლისღებას დილამდეზე. ხო, ეს აი იმ კონკრეტულ გარემოს, სოციუმს ძალიან კარგად აი ეს ატრიბუტები, რა არის მნიშვნელოვანი, რა აქვს საერთოდ გათამაშება სცენების, რაღაცნაირად აი ეს სიმულაცია, რომელიც მაგიის ერთ-ერთი ელემენტია და რომელიც აი ამ მიმბაძველობის ფორმით ცდილობენ, რომ ეს იყოს რეალურად მოდელი მთელი წლის. და ეხა ძალიან საინტერესოა, რასაც კითხულობ და ეთნოგრაფიული მასალაც ესეთი ძალიან დაწვრილები, დეტალურია, სადაც მოთხრობილია, რომ საიდან იწყება და ეს ნაბიჯ როგორ ხდება ყოველდღე რაღაცა ესეთი მაგიური ელემენტების ჩართვა, მაგალითად რაღაცის გადაყრა, რაღაც მაგალითად დაყრიდნენ ცეცხლზე წაბლს ან რა ვიცი რაღაცა სხვადასხვა კონტექსტებში და იმის მიხედვით როგორ იტკაცუნებდა, ამით შეიძლებოდა ემსჯელად როგორი წელი ექნებოდათ. ანუ უამრავ რაღაცა სიმულაციებს აკეთებენ და თან აქვთ ეს მოლოდინი, რომ რაღაცა ის შექმნან, რომლის იმედიც ექნება და
ხიზანიშვილიც ამას ამბობს, რომ ქართველებისთვის ახალი წელი არის იმედთან დაკავშირებული. რაღაცა აი ამის მოლოდინის განცდა, რომელიც არის იმედიანი და ესეთი ოპტიმისტური, ჩვენ რასაც ახლა ვეძახით. და შესაბამისად, აი ყველაფერს აკეთებს სხვადასხვა კუთხეში. ადამიანები, ოჯახები, რომ ისე მოაწყონ აი ეს ახალი წლის, ასე ვთქვათ, დღეები, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ უკვე მათ იღბლიან წელს. და სხვათა შორის იმ ნიფანალშიც არის ის, რომ გარდა იმისა, რომ პატივისცემას გამოხატავენ ამ გარდაცვლილების მიმართ, მათ ჯერათ, რომ გარდაცვლილ სულებს აქვთ გავლენის მოხდენის უნარი სააქაოზე. მათ შორის მათ, ასე ვთქვათ, ხვავზე და ბარაქაზე, მოსავლიანობაზე, ცხოველების გამრავლებაზე და ანუ მარტო ის არა, რომ უბრალოდ პატივისცემენ, ანუ მათ იმისეც ჯერათ, რომ მათი კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. და შეუძლიათ ეს გავლენა მოახდინონ და მათ შორის აი ეს მეკულე, რომელიც ჩვენთვის რაღაცა ძალიან სიმბოლური და პრაქტიკულად არ გვხვდება არც ერთი საზოგადოება, ესე ლოკალურ თემებად თუ განვიხილავთ ეთნოგრაფიულად საქართველოს, არც ერთი კუთხე, სადაც მეკულე არ ფიგურირებდეს. სხვათა შორის ქართული ფენომენი არ ყოფილა ეს მეკვლეც, ხო, ანუ დასავლურ ცივილიზაციაშიც ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ინგლისში, ძველი ხანებიდანვე თურმე არსებობს ეს. კი, იმიტომ რომ აი ზუსტად აქაც მაგიის ელემენტია, რომ მივაწეროთ ადამიანს ის თვისება, ანუ ადამიანი წარმოვიდგინოთ იმ შეიძლება იქცეს ღვთაებრივად, რომელსაც შეუძლია რაღაცა სიკეთის მოტანა. ანუ ჩვენი არაჩვეულებრივი კუჩხი ბედნიერი ხო? სადაც ზუსტად აი ეს ძალიან ისე საინტერესოდ ესე ლოკალური კუთხის მაგალითი არის ნაჩვენები, რამდენად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს ადამიანის ასე ვთქვათ, შემოსვლაზე ის თუ როგორ იქნებოდა. ის კი არა დედაჩემი მიყვება ხოლმე მაგალითებს, რომ ესო ერთხელო ფეხდამწვარი ადამიანი მოვიდაო ჩვენთანო ისე დაემთხვაო მეკვლეთო და იმ დღეს იმ წელსო ესაო ყელტიტველი ქათმები ყავდა სულო. ეს დაკავშირება რეალურად ქმნის აი ამ ილუზიას, რომ ამ მეკულის ფეხზე არის მთლიანად დამოკიდებული მათი წელი და არა მარტო ამ მეკულის ფეხზე. იგივე აი ხშირად არის ესეთი ელემენტები, რომ რაღაცა უნდა გააბნიონ ის, რაც ბევრია, ეს სიბევრია, ეს სიუხვე, რაც ჩვენთვის ახლა ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად აი ამ საზოგადოებაში მოდი თქვათ მარტო ქართულ საზოგადოებაში არა. ყოველთვის იყო იმისი საკვების დეფიციტი. ეს დღეს არის უცნაურობა, რომ გაჭირებულ ხალხს წონის პრობლემა აქვს და მაშინ უფრო გამხდრები იყვნენ და მაგალითად ძალიან ხშირად გვხვდება ესეთი ელემენტი, რომ კვერცხს ჩუქნიან და ეუბნებიან, რომ კვერცხივით მგვალი, ანუ მომატების და ასე ვთქვათ, სიმსუქნეს სასურველად წონას განიხილავდნენ და არა როგორც დღეს არის პირიქით, რომ რაღაცა ყველას აქვს ეს წარმოდგენა, რომ აუცილებლად ნუ მაშინ სოფლის მეურნეობას მისდევს ადამიანი და სოფლის მეურნეობა იმდენ ასე ვთქვათ, შრომას, იმდენ კალორიას მოითხოვს, იმდენ კალორიის დახარჯვას მოითხოვს, რომ იმას ვერ იღებდა. სულ ესე იგი სუკანი ვერ იქნება და დღეს ახლა ოფისებში რო ზიან ადამიანები, სხვა ამბავი არის. ხო და მოკლედ აი ეს სიმსუქნის ასე ვთქვათ სურვება არის სხვათა შორის ერთი საინტერესო და უცნაური გამოცდილება, რომელიც შეიძლება ჩვენს ტრადიციაში ვნახოთ, როდესაც აი კვერცხის ჩუქებასთან ერთად. და სხვათა შორის ალილოს ტრადიციაშიც იყო კვერცხის როგორც სიცოცხლის, როგორც ეს სიმრავლის, გამრავლების შესაძლებლობა და საშუალება. მოკლედ აი ყველაფერი რაც ჩვენი ტრადიციებისთვის არის ჩვენს ტრადიციებთან არის დაკავშირებული, არის უნივერსალური, მაგრამ რა თქმა უნდა ახასიათებს თავისი ლოკალური თავისებურება, მათ შორის ეს იქნება სიმღერა თუ სადღეგრძელო თუ ცალკეული პროდუქტის კულტივირება და მისი წინწამოწევა და მისთვის რაღაცა განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობის მინიჭება. აი ძალიან ისეთი საინტერესო, მაგალითად ხევსურეთში ხინკალი იყო ესეთი, ხო? ანუ დღეს ახლა ჩვენ ხინკალს არ უკავშირებთ, ხო, სახალხო სუფრას, მაგრამ იმ კონკრეტულ საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა ამ პროდუქტს და მის დამზადებას საახალწლოდ. ხო, აი იგივე წეგან თქვი რომ რაღაცა უმრავლესობა თემების თუნდაც საახალწლო უნივერსალურია, მაგრამ ის რომ მე საქართველოში შემოდის, ის ქართულ ფორმებს იძენს და ის მე ხდება ქართული
აი ხინკალიც რო ავიღოთ, ხო ეხლა ხინკალი ცომში ჩადებული ხორცი არ არის რაც საქართველოში გამოგონილი ამბავი, ეხლა მანტი და 1000 რაღაცა არის აღმოსავლურ ხო. უბრალოდ აქ რო შემოვით, არც თვითონ ტერმინიც არ არის ხინკალი ქართული, ავარული ტერმინი არის, ხო? ხო, მაგრამ ეს ჩვენ იმდენად გათავისდა. ამან თქვა თავისი შეკმაზვით, ფორმით, ყველაფრით ქართული სახე მიიღო და ჩვენი იდენტობის ნაწილი გახდა. იგივე თქოთ აი სანტა კლაუსი, დედმაროზი, მაგრამ აი თოვლის პაპა, რომელსაც უკვე ქართული ნაბადი აქვს, ხურჯინი აქვს, ეს უკვე ქართველი არის გამიგე? ანუ შემოსული კი არის იქიდან, მაგრამ ქართულ ფორმაში გამოიცდო. და აი ეს ერიკ ჰობსბაუმის ისტორიკოსს აქვს წიგნი Invention of Tradition, ტრადიციის გამოგონება. ყველა ეს ტრადიცია არ ნიშნავს, რომ იმას ტრადიცია არის 3000 წლის. ტრადიცია რომელიც შეიძლება ჩვენ გონია არის ცოცხალი და მუდმივად ცვალებადი. რა თქმა უნდა, ტრანსფორმირებს და თქვათ 50 წლის წინ შეიძლება შემოვიდა რაღაცა და გონია რომ ძალიან ძველია და 50 წლის წინ რომ შემოდიოდა, მაშინ ადამიანები შეიძლება აპროტესტებდნენ კიდეც რომ აიმე რა არის და უკარგავთ ქართველობას და ასე შემდეგ. აი აქ მინდა კიდე ერთი ცოტა უფრო შედარებით ვრცელი ციტირება წავიკითხო 1882 წლის დროებიდან. და აქ კონტექსტისთვის მინდა ახსნა. ეხლა წინა ხო იყო 1868 წლის. 1868 წელია ჯერ ესე იგი გლეხების გათავისუფლებას ბატონყმობის ელემენტები ჯერ კიდევ ძლიერია გათავისუფლებული საყოველთაოდ გლეხობა არ არის რკინიგზა გაყვანილი არ არის თერგდალეულები მოძლიერებულები ვერ არიან ჯერ და ანუ აქ აი ამ კალანდობაზე ლაპარაკობენ და ანუ ძალიან არქაული არის ეს ყველაფერი მაგრამ 1882 წელს უკვე რკინიგზა 10 წლის გაყვანილია უკვე ხდება თერგდალეულები მასობრივად არიან ჩამოსულები საქართველოში ეს მობილობა ძლიერი არის ეს ევროპეიზაციას ფეხი აქვს მოდგმული და მოკლედ ეს შემოდის ახალი ტრადიციები და რაც იწევს კონსერვატორთა შფოთვას რომ რა ეს რა გვემართება და ეხლა ამ კონტექსტში უნდა წავიკითხო ეს ქართველებში როგორც უძველეს ისტორიულ ხალხში მრავალნი ჩვეულებანი იყვნენ ჩვენ და წინაპართან დადგენილი გადმოცემული და მათ შორის ისეთნი, რომ ათ და მომავლისთვის უნდა იყვნენ ვითა ძვირფასი ნაშთი, რადგან მათში იხატება ხალხის კარგი და კეთილი თვისება, სწავლა და რწმუნება. ჩვენი წინაპარნი გრძნობდნენ ჩვეულების მნიშვნელობას, მის ძალასა და საჭიროებასა. ამისთვის მათგანვე ნათქვამია, ჩვეულება ჯულზედ უმტკიცესიაო, მაგრამ რას ვხედავთ და რა გვესმის ჩვენში ახლა? ნაცვლად მისცა რომ მტკიცეთ ვიდგეთ ჩვენს კეთილ და კარგს ძველს ჩვეულებაზეთ ვცდილობთ რომ იგინი იქმნენ მოსპობილნი დავიწყებულნი და ამით გვინდა დავამტკიცოთ რომ ვართ ვითომ განათლებულნი და ვადგივართ ახალ ცხოვრების გზაზეთ მაგრამ არა ეს წარმოსდგება და მომდინარეობს სრულ განათლებიდან უმეცრეობიდან და ბიჭების ანაბანებიდან რომელნიც ჩვენში აცხოველებენ უგუნურ მიბაძვას სხვათა ჩვეულებათა და რომელნიც ჩვენ და ჩვეულებათა იგდებენ სასაცილოდ. ძალიან თანამედროვე დისკურსი არის რა, რომ აი ეს მოკლედ აქ არის ლიბერასტების ლანძღვა ერთი სიტყვით. მოკლედ აკაცუკებს მიმართავ შეიძლება ითქვას. დასამტკიცებლად ამისა მოვიგონოთ და ვუჩვენოთ იმ ჩვეულებაზეთ, რომელიც იყო და იცოდნენ ჩვენში ახალი წლის ღამეს. ეხლა იმ ღამეს ვიღა დაასვენებს ხონჩაზეთ, ანუ სინძეთ, თუნდაც იყოს სირმა ოქროსი, ღვთისმშობლის ხატსა, დააწყობს პურს, ანუ ეს ძველ ტრადიციას იხსენებს. ღვინოს, გოზინახს, ალვას, ხილს და სხვა. ვიღა გააჩაღებს ხონჩას, ანუ წმინდა სანთლებით, ანუ სანთლებით ამ ხონჩის მორთვა. ანუ ფეტიშიზაცია ხდება იმის რაც ხდებოდა. კი. შუაღამისას შეიტანს სახლობაში და იტყვის: "შამოვდგი ფეხი, წყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი ყვალი ანგელოზისა." ანუ ეს მეკulis ძალიან ძლიერი ინსტიტუტი. მიღა იკისრებს ეხლა მეკვლეობასა, რომ გაგვაღვიძოს, წარმოგვაყენოს და დაგვკოცნოს, დაგვირიგოს ტკბილი ხილი, დაგვლოცოს და მოგვილოცოს ახალი წელიწადი ამ სიტყვებით. ესრე ტკბილად დამიბერდითო. მიბრძანეთ ამ ჩვეულებაში რა არის სუდი და სასაცილო? პირველი სიტყვები, რომელთან გააგონებდნენ და ჩასახობდნენ სახლობას ახალ წლის დამდეგნით ჩვენი მამა პაპანი იყო: წყალობა ღვთისა,
კვალი ანგელოზისა და ტკბილი დაბერება მიბრძანეთ. ამაზე უკეთესი ლოცვა და სურვილი. ნუ თუ საჭიროა კაცის ცხოვრებაში, მაგრამ ცრუ განათლებულებს, ბიჭების ანაბანაში განვითარებულებს ეს ჩვეულება, ეს ბიჭების ანაბანეს აკაცუკობა. ძალიან საინტერესოდ რეზონირებს. ეს ჩვეულება არ მოსწონთ და ყვირიან. ეგ ჩვეულება ძველი ხალხისთვის იყო და მაგ დროებისთვისაო. განათლებულ ხალხში იცის და შემოღებულია იოლკაო. ანუ ეს იოლკა უკვე ეს ახალი არის უწესობა. მათ უთუოდ უნდა მიუბაძოთო. ძრიელ, კარგი და კეთილი. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი მიბაძვისა. რადგანაც ესეც საჭიროა განათლებისთვის, ხალხისა და ჩინეთის გალავანის სავნებელია, მაგრამ იოლკა ისეთი რა არის, რომ ჩვენი ჩვეულება უთუოდ უნდა შეიქმნას სხერპლად და სამუდამოდ მოსპობილი. ჩვენ ჩვეულებაში, რაც ზემოთ მოვიხსენიეთ, აწყვია ხონჩაზეთ, ანუ სინზეთ და იოლკა კი გახლავთ ისა, რომ შუა ოთახში დგას უშველებელი ხე და მის ტოტებზე არის ჩამოკიდებული ფერად-ფერადი კონფეტები. ვარაყინი, კოლოფები, ვაშლები და ანთიაზდეთ წმინდა სანთლები. აი ეს ზუსტად ევროპიდან შემოსული ამბავი არის. ამ სანთლებს ანთებენ, შემოიყვანენ ყმაწვილებს, რომელიც სიხარულით შესქერიან, ცელქობენ, დარბიან გარშემო, თითქოს ჩვენებური ფერხულს თამაშობენო და ბოლოს დაურიგებენ მათ კანფეტებს და კოლოფებს, რომლითაც ზოგნი ძრიელ კმაყოფილნი არიან და ზოგნი კი შურის თვალით უყურებენ სხვათა. გაიგე? რადგანაც მათ საჩქვარი უკეთესი მისცეს. ამით არა თავდება იოლკა, რომელსაც მართალია ყმაწვილების სახელი ჰქვიან, მაგრამ სახრავი დიდებისაა. ამ ხის შტოებზე გარდა კანფეტებისა ხშირად ჩამოჰკიდებენ პაწაწა ქაღალდებსა, რომლებსაც დააწერენ ფრაზებსა, სასაცილოს, საოხუნჯოს, სამიჯნუროს და სხვა. როდესაც ყმაწვილებს ურიგებენ ხილს, დიდრონი ამ ბარათებს ასწვდებიან და კითხულობენ, რომ შაიტყონ თავიანთი ბედი და იღბალი. ეს სახალხო თამაშებზე არის საუბარი. კითხულობენ ხმამაღლა და უსუსურ ყმაწვილებსაც რასაკვირველია ესმისთ და ესენიც მათთან იცინიან. ხშირად მოხდება, რომ რომელიმე ყმაწვილის დედას გამოუვა ეს ფრაზა: შენ საყვარელს არ უყვარ ხარ, ძალიან მოტყუებული ხარ მის მიჯნურობით. შვილს ეს ესმის, კითხულობს და ხედავს დედის სახეზე უსიამოვნებას, გაჯავრებას და კითხავს დედას: მართლა შენ საყვარელ არ უყვარ ხარ? და სხვა. ეს გახლავთ იოლკის ზნეობით სწავლა ყმაწვილების, რომელსაც რასაკვირველია ჩვენს ჩვეულობაში ვერ ისწავლის და არც გაიგებს. და არის მერე ეს კრიტიკა, ხო? რომ ზემოთ ვთქვით და ეხლა ვიმეორებ, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი მიბაძვისა, მხოლოდ ეს გვაკვირვებს, რატომ სხვა ხალხს კეთილ საქმეში, სწავლა განათლებაში, ქვემოქმედებაში არ ვბაძავთ და ამისთანა უბრალოდ ჩვეულებაში კი თავებს ვიმტრევთ და ვაძლევთ სხერპლად ჩვენ ჩვეულებასა. რისათვის ხვდებით სასაცილოდ და სამასხარაოდ. მსგავსად იმ ბუზებისა, რომელნიც მოსდევენ გუთნეულ საქონელს და ყვირიან, ჩვენცა ვხნავთო. ამისთანა მიბაძვა ჩვენში ხშირია, რომლითაც ვამახინჯებთ თავსა და ხვდებით სასაცილოდ, თუმცა ჭერლაძეებს გონიათ, რომ ეს არის ნიშანი ხალხის ამაღლებისა და განათლებისა. არა, ეს გახლავთ მაიმუნობა. კარგი ჩვეულება ჩვენის ქვეყნისა არ უნდა დავივიწყოთ. უკეთ გვიყვარან და პატივს სცემთ ჩვენთა წინაპართა, რომელთა შორის ბრწყინავენ ვითა ვარსკვლავი, ჩახრუხაძე, რუსთაველი, ანტონ პირველი და სხვანი წარჩინებულნი პირნი და რომელიც აღიზარდნენ იმ ჩვეულებაში. ჩვეულებები ეძლევა ხალხს საკუთარი სახე და განირჩევა სხვა ხალხისგან და უგუნურ მიბაძვას კი ვნების მეტი არაფერი მოაქვს. ესე იგი, ეს ძალიან ისეთი თანამედროვე დისკურსია და მაგრამ შედეგს რას ვხედავთ? შედეგს ვხედავთ იმას, რომ შემორსულმა ტრადიციამ გაიმარჯვა და დღესაც აი ვინც ყოველგვარ სიახლეს ებრძვის თანამედროვე საქართველოში და გვიკიჟინებს, რომ თქვენ რაღაცა ისახართ.
ბიჭბუჭები თუ როგორ წერია ბიჭების ანაბანას ბიჭების ანაბანას გვიწოდებს ანუ ამ ხალხის თანამედროვე კონსერვატორებისთვისაც ახლა ეს რაც წავიკითხე რომ ნაძვის ხე შუაში და მორთული და განათებული ეს ჩვეულებრივი ამბავი არის მოდი ესე ვთქვათ რომ იდეაში ძალიან კარგია ეს სტატიაც ამისი გამოქვეყნებაც და ამის გაჟღერებაც ანუ იქნება ზუსტად კრიტიკული დისკურსი იმიტომ უნდა არსებობდეს ეს აზრი და მე კიდე საპასუხო აზრი ამაზე რომ რა არის აქ მაიმუნობა და რა არის განსხვავებული და რა შეიძლება იყოს. სინამდვილეში თუ ეს არის ცოცხალი პროცესი და საზოგადოება თვითონ ფილტრავს აი ამ ასე ვთქვათ რა ტრადიცია შეიძლება შეინარჩუნოს და რა ვერ შენარჩუნდება. იდეაში მე ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე აი ამ კონკრეტული სტატიის ამ და ნამონარიდის და ჩემთვის ეს არის ძალიან საინტერესო მაგალითი იმის როგორ შეიძლება კრიტიკულად შეხედო და შექმნა კრიტიკული დისკურსი რომელიც აუცილებლად საჭიროებს პასუხს დაფიქრებას და ეს არის ზუსტად ინტელექტუალების პასუხისმგებლობა რომ ნებისმიერ სიტუაციაში დასვას კითხვა თუნდაც ესეთი რაღაცა გადაჭარბებულად კრიტიკული თუნდაც რაღაცა ესეთი მკაცრი და ესეთი მკვეთრი შეფასებებით მაგრამ ეს ქმნის ზუსტად აი ამ ცოცხალ გარემოს სადაც საპასუხო აზრი უნდა გაჩნდეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ მართლა რა შეიძლება იყოს ესეთი უბრალოდ მიმბაძველობა და რა შეიძლება იყოს ისეთი რომელიც პასუხობს იმ საზოგადოების ინტერესს რომ არსებობდეს ასეთი ტრადიციები მე ახლა ჩემთვის ეს მაგალითი არის იმისი მაგალითი რომ კარგია დისკუსია ეგ უნდა მეთქვა ზუსტად 1900 წელი რო გახდა ჭავჭავაძე არჩილ ჯორჯაძე და სხვები იყო ერთი კამათი რომ ეს ახლა 1900 წელი რო გახდა მე-20 საუკუნეში ვარ თუ მე-19 საუკუნეში ვარ ანუ 1900 წელს იწყება ეს თუ 1901 წელს იწყება და ამაზე არის პოლემიკა და ამაზე მახსენდებოდა რომ 2000 წელი რო გახდა ზუსტად ეგ პოლემიკა იყო ჩვენ საზოგადოებაში ხო და აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობარს რუსუდან დარჩიაშვილს რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი Facebook გვერდი ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც მამარაგებს აი ამ მარგალიტებით, მოკლედ რუსუდანს რო თხოვრო, აი ახალ წელზე რაღაცა მომიგროვე, ეს ის რუსუდანს დასაწყობებული ყველაფერი მამარაგებს რუსუდან გაგიმარჯოს, გილოცავ შენს ახალ წელს. შევერთები მილოცავს. და ყველას ასევე მოგიწოდებთ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების Facebook გვერდი დაალაიქოთ, იმიტომ რომ მართლა ესეთ მარგალიტებს გვაწვდის ხოლმე. და როგორ ესე ვთქვათ, პასუხობს დღევანდელ ასე ვთქვათ ვითარებას და ეს რამხელა უპირატესობა გვაქვს, რომ აი ასეთი დისკუსიები და ასეთი მსჯელობები უკვე არსებობდა ამ საკითხებთან და მათგან ჩვენ შეიძლება ბევრი რამე ვისწავლოთ. თეა, ეხლა და მოვიდათ ადამიანებს ახალი წელი უკვე და ცოტა რომ ავჩქარდეთ აი საბჭოთა დროს რა იცვლება, ანუ რა შემოდის თვისობრივად განსხვავებული რა არის საბჭოთა ახალი წელი. ხა საბჭოთა ახალი წელი ეს ცოტა ისეთი თემა, ანუ 70 წელია, ხო? ეს და ახლა 1922 წლის და 1999 წლის ახალი წელი ერთ და იგივე არ არის, ხო? და აი რა შეგიძლია რომ მითხრა ამაზე? ერთი ვერ მოგაწყობ რომ ამაზე კვლევა მაქვს გაკეთებული და რაღაცა განსაკუთრებული გამოცდილებით შემილია მოგითხრა, მაგრამ ერთია რომ საბჭოთა კავშირმა, საბჭოთა იდეოლოგიამ სრულიად სეკულარიზებული გახადა ახალი წელი, რომელიც რა თქმა უნდა შობასთან იყო მიბმული და ესეთი რელიგიური, ესე ვთქვათ, ის ელფერი გააჩნდა. და მთავარი რაც შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ ტოტალიტარულ სისტემებს ძალიან კარგი უნარი აქვთ საკუთარი რეპრეზენტაციისთვის, საკუთარი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენონ დღესასწაულები. და რა თქმა უნდა, საბჭოთა სისტემამ შექმნა ისეთი პატერნები, მოდელები, რა ვიცი, რომელიც ადამიანებში თავისებურ სენტიმენტებს აღძრავდა იმ სისტემის და იმ რეჟიმის მიმართ. მეც კი რომელიც საბჭოთა ბავშვობიდან მოვდივარ, ესე ვთქვათ, ის ფილმები, რომელიც ახალ წელთან იყო დაკავშირებული, ჩემთვისაც რაღაცა ძალიან სენტიმენტალურია დღემდე. რა თქმა უნდა, დღეს აღარ უყურებ, მაგრამ მაქვს აი იმ რაღაცა ის ბედის ირონია, ანუ გაამოთ ამ ფილმის მიმართ, რაღაცა ის გქონდა, ხო, რაღაცა ისეთი ჯგუფურად ამის ყურება, ახალი წლის რაღაცა ესეთი
უნიფიცირებულად, ასე ვთქვათ, დღესასწაული, იგივე ჩვენ სუფრასაც ძალიან დაეტყვა საბჭოთა კავშირი და ის ვთქვათ, რა პროდუქტები უნდა ყოფილიყო და აი უნიფიცირებისთვის ძალიან კარგ რესურსად განიხილავდა საბჭოთა კავშირი ახალ წელს და ხალადეცი შემოვიდა, ხო? კი, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, რაღაც ის ვინეგრეტი თუ ოლივიე, ხო, რუსული სალათია რეალურად, მაიონეზის სალათი, რომელიც დღემდე გემოს დონეზე, გემოს რეცეპტორების დონეზე ჩვენთვის რაღაცა იმ სენტიმენტთან და ახალ წელთან არის დაკავშირებული. აი ერთი რაღაცა, რაც ახლა მე საბჭოთა პერიოდის საახალწლო პრესასაც, პერიოდიკასაც გადავალე თვალე და აი ეს რო წავიკითხე, რაც შენცა თქვი და მეც წავიკითხე, რომ ფეოდალურ ხანაში ახალ წელს აი რიტუალები იყო დაკავშირებული აი მეფის გარშემო, თავრის გარშემო, ძალაუფლების პროექცირება, რეპრეზენტაცია და აღიარება მისი და მხარდაჭერა. აი ესე იგი საბჭოთა გაზეთების პირველი იანვრის ნომრები, ხო, სტალინის დიდი სურათით. ვთქვათ, სიტყვაზე 37 წლის თუ 38 წლის უფრო სწორად პირველი იანვრის გაზეთ კომუნისტი, რომ ეს წინაწელი იყო სტალინური კონსტიტუციის მიღების წელი. მე 42 წლის რომ აი სტალინური გამარჯვებების ხო, ანუ გამოყენება ამისთვის როგორც არის. ეს არის ცენტრში და აი მას ვაღიარებთ. ანუ მის წინაწლის დამსახურებებს ვაღიარებთ და მისი იმედით ვართ მომავალ წელსაც, ხო? და ანუ ამას კონტრასტში თუ შევადარებთ, აი ხა რაც წავიკითხე, ხო? აი ფეოდალიზმი რო გაუქმდა 1860-იან წლებში და უკვე რო გაჩნდა შედარებით თავისუფალი საზოგადოება, იქ უკვე მთავრის გარშემო აღარ არის. იქ თავისუფალი საზოგადოება დებატობს, ხო? მაგრამ როგორც კი ტოტალიტარიზმი ბრუნდება, ერთმართველობა ბრუნდება, მაშინ უნდა კონცენტრირდებით ერთი კაცის გარშემო და უნიფიცირება ხდება. მაგალითად იგივე საბჭოთა ჩვენს ბავშვობაში აი იყო ეს მიუხედავად იმისა რომ ფორმით რაღაცა ქართული ელემენტები ჩნდებოდა აი ეს ძედმაროზი მაინც იყო და სნეგურაჩკა რომელიც ასე ვთქვათ აი ამ რუსულ აი ამ იმაში იერარქიაში მაინც რაღაცნაირად აი ეს ელემენტები რუსულის პრევალირებდა ანუ ძალიან დიდი დოზით იყო და ჩვენი ასოციაციებიც შესაბამისად ასე ვთქვათ აი ამ მოდელზე ლაგდებოდა და აი ეს ძალიან საინტერესო ნაცვისხე რო გაქვთ აქ ზუსტად აი ამ იერარქიით რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ლოკალურ დონეზე ნაციონალური ელემენტებით იყო რაღაცები გაფორმებული მაგრამ აი ესეთი იერარქიაში უფრო მაღალი ადგილი რუსულს ეკავა. აი ეს მინდა რომ ავხსნა. ორივე არის მისალოცი ბარათი. მისალოცი ბარათი არის ორივე. ეს არის ქართული, ის არის საბჭოთა, რუსული ასე რომ ვთქვა, ცენტრის. და აქ რა ხდება, რომ აქ აი ეს ნაძვისხე აჩვენებს იერარქიას, ანუ ეთნიკურ, ანუ რესპუბლიკურ ან ეთნიკურ იერარქიას საბჭოთა კავშირში. ორველს აქვს, ხო, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია. თავში იწყება სლოვენ გოდამ, ანუ რუსული მილოცვა, თავში, ანუ ყველაზე მაღლა ის არის, შემდეგ უფრო სანდო დაახლობელი ჯგუფების, სლავი ხალხები, უკრაინულად და ბელარუსულად და შემდეგ უკვე დანარჩენი ჩვენ სადღაც შუაში ვართ. ხო, სადღაც შუაში ვართ, ესე იგი, ანუ საქართველოს ჩვენ შემდეგ არის, ესე ვთქვათ, ცენტრალური აზია და ესე, ფლატხთის ლახები, ასე რომ ვთქვათ. ხო, აი ეს არის, ვთქვათ, რუსული რეპრეზენტაცია, ამისი რომ იერარქიაში სადღაც იმავე წელს 1867 წლის მისალოცი ბარათი არის და ანუ საქართველოს როგორ არის რეპრეზენტირებული ეს არის სუფთა აი ნაციონალური პოლიტიკის გამოხატულება ხო რომ ფოლკლორულ ეთნოგრაფიულ ფორმაში აი სწორედ შენი სამრეკლოდან ასე რომ ვთქვათ არის წარმოჩენილი კაცი ინსტრუმენტალიზება ხდება ანუ ყანწიანი კაცი ხურჯინიანი რაღაცა ტრადიციული სამოსით და ანუ აი ეს ესეთი ორნამენტები ხო კი ანუ ეს არის ქართველის ეროვნულობა რაღაცა ხურჯინი ყანწი ანუ ამ რაღაცა ამასთან რო ასოცირდება ხო და ეგზოტიკური ორიენტალური შეიძლება ითქვას და
ამავე დროს, აი, კიდევ შენს უკან არის 1985 წლის მისალოცი ბარათი, 85 წელს ამოვარჩიე, იმიტომ რომ ჩემი დაბადების წელია, მაგრამ ისე თითქმის ფაქტობრივად 60-იანი წლებიდან მე ვერ ვნახე მხოლოდ ქართულ ენაზე მისალოცი ბარათები, არის გილოცავთ ახალ წელს და იქვე რუსული სნობი მგონდა. ხო, ორენოვანი, იმიტომ რომ მხოლოდ ქართული არ შეიძლება ყოფილიყო, ხო? კარგი, ეხა ნელ-ნელა გადმოვიდეთ ის, რაც ჩვენ გვახსოვს. 90-იანი წლების, გვიან საბჭოთა და 90-იანი წლების. პოსტსაბჭოთა, მე მახსოვს 93-დან 94 რო ხდებოდა თუ 94-დან 95 რო ხდებოდა. მოკლედ, შენ ცოტა პატარა ხარ ჩემ. ხო, აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული არის, პურის რიგებში დგავართ რაღაცა და მახსოვს რომ ზუსტად ერთი თვე და ერთი კვირა არც ერთი წამით არ გქონდა დენი. ნუ გაზიც არ არის მაშინ ბუნებრივია, ლოგინში რო წვევით კი არ ვიხდით, არამედ ვიცვამთ. და ესე იგი 31 დეკემბერს, ესე იგი ერთი თვე, ერთი კვირა არა გვაქვს დენი და 31 დეკემბერს ღამის 11 საათზე მოვიდა ეს და ვიღას ახსოვდა ახალი წელი. ჩვენ ვიზეიმეთ დენის მოსვლა. იმიტომ რომ ღამის მაშინ ხა იარაღი ყველასა, ღამის 11 საათზე დენის მოსვლისთანავე ატყდა სროლა, ბათქაბუთქი. ძალიან ძიმე პერიოდი. ძალიან სიმბოლურად აღნიშნა, რომ დენის მოსვლაც რაღაცა ისეთ სიხარულთან და გამოხატვის ფორმებთან იყო დაკავშირებული, ძალიან გვაგონებს ახალ წელს და კი მეც კი ცოტა კიდე ხო ეგრე მახსოვს ესეთი და ერთადერთი ახალი წელი იყო სამოქალაქო ომის დროს, რა ვიცი ეს ამის გახსენება თუ საინტერესო იქნება, როდესაც ასე ვთქვათ მოგვიწია ქალაქი მსოლაქში ვცხოვრობდი და ასე ვთქვათ ჩუმად დავტოვეთ, ესე ვთქვათ რომ მივდიოდით, მახსოვს აი ეს ძალიან ისე მძაფრად, რომ ესე იგი მინები ეყარა, ანუ ის დამტრეული ის როდესაც ესე ვთქვათ სროლების შედეგად და აი ესე მაშინ ენგელსის ქუჩა იყო, ესე ჩავიარეთ ის რომ წავსულიყო, გავპარულიყავით სოფელში, რომ რაღაცნაირად ძალიან ისეთი იყო რთული და ეპიცენტრი იყო ფაქტობრივად მაშინ. კი და რაღაცნაირად ეხა მე როგორც ბავშვი ასეთი სიმძაფრით ეხა როგორც შეიძლება მოუყვე არ მახსოვს, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა ყველაფერი ისეთი იყო, საინტერესოც იყო ყველაფერთან ერთად და აი ეს სროლებიც და ის რაღაცა უცნაურად შემოდიოდა ჩემს ცნობიერებაში. მაგრამ ერთი რაც მახსოვს, ასე ვთქვათ, აი ეს დენის მოსვლა და ის ყველაფერთან ერთად არანორმალური, ასე ვთქვათ, შეკრულობა სამეზობლოსი. აი ზუსტად ახალ წელს ყველა ვიქცელი სამეზობლო ოჯახში კი არა, ანუ საერთო ის აივანი სადაც ჰქონდა და საერთო სამზარეულოებიც იყო კომუნალური სახლები ალბათ გეცოდინება საბჭოთა პერიოდის და აი იქ იკრიბებოდა და ვისაც რა ქონდა მოქონდა და იყო ესეთი რაღაცნაირად არანორმალური სიხარულის განცდა და გაზიარების. ანუ მიუხედავად იმ სიმძიმისა, რომელიც გარშემო იყო, ეს აიძულებდა საზოგადოებას, რომ უფრო შეკრული ყოფილიყო და რაღაცნაირად ერთად გადაგვეტანა და ვისაც რა ქონდა, რა რესურსი ქონდა. მაგალითად ხდებოდა ისეც, რომ მაგათ ტელევიზორი ხო აუცილებელი ელემენტი იყო საბჭოთა პერიოდშიც და მოგვიანებითაც აი რაღაცა ხდებოდა მობილიზება აკუმულატორის და რაღაცა ყოფილიყო, რომ რაღაცა ჩართული ყოფილიყო და შეექმნა ის რაღაცა ფონი, რაც ახალი წლისთვის იყო აუცილებელი. რა ვიცი, საკმაოდ ისეთი რთული, საინტერესო პერიოდი იყო, მაგრამ მე ხა რა ვიცი, ამ გადაცემაში მაინც ვიტყვი, რომ ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ საბჭოთა კავშირით პოსტსაბჭოთა პერიოდში, იმიტომ პოსტსაბჭოთა პერიოდი საბჭოთა შემდეგ, რომ უნდა საბჭოთა გაგვიაზრებინა. ანუ რაღაცნაირად ვერ მოხდა და აი დღემდე იმიტომ ვრჩებით ამ საბჭოთა პერიოდში, რომ აი ის რაც ახალ წელს უნდა ხდებოდეს წინა წლის შეჯამება და გააზრება, აი ეს საბჭოთა პერიოდი მთლიანობაში ვერ გავიაზრეთ. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ
ზოგს ნოსტალგია, იმ რაღაცა კეთილდღეობის და ნორმალური კარგი ცხოვრების, იმიტომ რომ განსაკუთრებით ეს გვიან საბჭოთა პერიოდია, ეს 20 წლიანი რასაც ქვია, არ იყო ისეთი მძიმე და არ იყო ისეთი, თქვათ, საშიში, როგორც მანამდე პერიოდი და აი ეს სენტიმენტები გადმოვიდა, ის მოლოდინი, რაც თავისუფლებას უკავშირდებოდა, არ გამართლდა. ანუ რაღაცნაირად ისე აირია ეს ყველაფერი და ისე ისა თქვათ ძნელი გასარჩევი გახდა. აი დღემდე რაღაცნაირად არ გვაქვს, ეხა არის ეს საზოგადოებაში ნაწილი, რომელსაც რაღაცა დისტანცირება და სიძულვილი აქვს იმ პერიოდის მიმართ, მაგრამ დიდ ნაწილმა საერთოდ ვერ გაიგო რა ხდებოდა. და პატარა ნაწილში კიდე არის რაღაცა ესეთი დიდი სენტიმენტები და სურვილი უკან დაბრუნების. და ანუ ჩვენი პრობლემა რაც არის დღეს, რაც თქვათ იგივე დღევანდელ პრობლემებთანაც არის მიბმული, არის ის, რომ რაღაცნაირად ვერაფრით ვერ გადავიაზრეთ, რა იყო ეს საბჭოთა კავშირი. რა ნაწილის სიკეთე მოიტანა, იმიტომ რომ მოდერნიზაციის პროცესი, როგორც ჩვენი ქვეყნის და ერის და სახელმწიფოსი ამ პროცესში მოხდა და ბუნებრივად დაემთხვა. მაგრამ ის ნაწილი მეორე რაც კრიტიკულად არის გადასახედი, რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა ესე ვთქვათ, ჩამოყალიბდე ხო სუბიექტად, როგორც ქვეყანა. აი ამისი ეს გამოცალკევება ვერ მოხდა. და დღემდე ვართ აი ამ ლიმინალურ თუ ეს რა სიტყვებით შეიძლება გამოვხატო ეს არ ვიცი, მაგრამ პოსტსაბჭოთა ვართ, ეგ არის მთავარი პრობლემა. და პოსტსაბჭოთას პრობლემა ის არის, რომ ამ საბჭოთაზე ღიად და ესეთ დისკუსიურად, როგორც აი ამ ტექსტებში ჩანდა, არ ყოფილა. ცალკეულმა ადამიანებმა რაც არ უნდა თქვან, კარგია. და თუ ეს ქმნის დისკუსიას. და არა ცალკარში თამაშს, რომ რაღაცა და მე ყალიბდება ან ტოტალიტარული ან ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც მონოპოლიზებას ახდენს აზრის. და რისკის ქვეშაც შეიძლება დავდგეთ. მე აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ რაღაცა ისტორიკოსის პერსპექტივიდან უყურებ მე ამას. მე ვიცი საფრანგეთის რევოლუცია, მე ვიცი რესტავრაცია ბურბონების, ეს რესტავრაცია რომ ვერ შედგა ბოლომდე და ჩვენ ახლა რაღაცა რესტავრაციის ფაზაში ვცხოვრობთ დაახლოებით, მაგრამ საზოგადოება გაზრდილია ჩემი აზრით. შეიძლება ახლა ჩვენ პესიმიზმი გვიპყრობდეს, მაგრამ აი ისტორიკოსი რომელიც 2050 წელს სიტყვაზე და მით უმეტეს 2100 წელს ამ ყველაფერს შეხედავს, აი 2025-26 წლების საქართველოს დაინახავს როგორც 1825 წლის საფრანგეთს. სადაც აი ბურბონები არიან რესტავრირებულები, მაგრამ ვერ არიან. ის გავლენა არ აქვს და ის არ არის რაც გინახავს ვეღარ ნახავ. ანუ საბჭოთა კავშირი რო არ დაბრუნდება, მაგი მე მგონი არც არის, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტა შეიძლება ის გვაქვს ეს სიმძაფრე იმის, რომ რაღაცა გვაგონებს რაღაცა განსაკუთრებით ეხა ისტორია, მეც ისტორიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და აი ის როგორც ხდება ეს პროცესი და ეს რაღაცა შეზღუდვის და კონტროლის და ის ძალიან რაღაცნაირად გვაგონებს იმ გამოცდილებას, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდში. მოკეთ აი ესეც ძალიან ზედაპირულად და ისე რომ შევაჯამოთ, ჩემი სათქმელი ის იყო, რომ მე მგონი მეტი დისკუსია საჭირო იმ პერიოდზე და არა მხოლოდ რეპრესიული კუთხით. ანუ მთლიანად უნდა რაღაცნაირად გავიაზროთ სხვადასხვა ეტაპები, სხვადასხვა როგორც ჩვენი ისტორიის ნაწილი. როგორც ჩვენი და სადაც ჩვენ მშობლები დაიბადნენ, გაიზარდნენ, იცხოვრეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზუსტად. ანუ მივიღოთ როგორც ისტორია, ანუ ეს არ იყოს ის როგორც რაღაცა მასთან ბრძოლის, მის და პირველი რეაქცია რაც ჩვენთან მოხდა იმ საბჭოთა პერიოდთან მიმართებაში იყო თავისებური ამნეზია. უგულებელყოფა. აი მის რაღაცა მიღება იმის, რომ ეს აქედან მოდიხარ. როგორც ახლა ვაკე ხო საბჭოთა პერიოდშია შექმნილი და ახლა ვაკე რაც არ უნდა ვაკე იყოს, საბჭოთა ის არის პროდუქტია. ეგრეა. ეგ კიდე სხვა თემა. როგორც საბურთალოელი ვადასტურებ მაგას, თუმცა საბურთალოს სამსადროს არის შექმნილი. თია, კაი, გავიდეთ ახლა ჩვენ ბოლოსკენ და დამშვიდობებისას სადღეგრძელოს თქვა. სხვათა შორის აი ეს სტატიაში რო წავიკითხე, რომ
რჩეულება რჯულზე უმტკიცესიაო. მე ხა რაჭველი ვარ და რაჭაში კიდევ და მე მგონი საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჭეშმარიტ ახალწლად 14 იანვარს მიიჩნევენ. აი რაჭაშიც 14 იანვარს უფრო მეტად აღნიშნავენ ვიდრე 1 იანვარს. რა თქმა უნდა მოდერნიზაცია ამას ნელ-ნელა ცვლის, მაგრამ მაინც 14 იანვრის კულტურა ძლიერი არის. ახლა ამ კალენდარების ცვლილებაზე ცალკე ეპიზოდი მექნება შობაზე და შობის კალენდარზე და აი ერთ კვირაში 6 იანვრის ღამეს გავა ეს ეპიზოდი და იქ ვილაპარაკებთ რატო არის ეს კალენდრები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეხლა მე მინდა რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცო ახალი წელი, ეხლა უკვე არის, ლამისა 12 საათი ხდება. და მინდა რომ აი ამ ერთი დღის ან რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც ყველამ განურჩევლად ყველაფრისა ნახოს ის სულისიმშვიდე, ოჯახთან ერთიანობა და მომავალ შეჰყუროს იმედით. იმიტომ რომ 31 დეკემბრის ბერსა და 1 იანვარს აი ამ სითბოს სიყვარულს ყველა იმსახურებს, ყველას გისურვებთ საუკეთესო დროის გატარებას და საქართველოს და ქართულ ოჯახებს უსურვებ წარმატებას, ხვავს, ბარაქას და აქვე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ უკრაინელებს, რომლებიც ასევე ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვიან, აი ამ გადამწყვეტ კრიტიკულ მომენტში უკრაინას უსურვებ გამარჯვებას, იმიტომ რომ უკრაინა ებრძვის იმას, რასაც საქართველოს ებრძვის უკვე 2 საუკუნეზე მეტია, ეს არის რუსული კოლონიალიზმი და დაე 2026 წელი ყოფილიყოს რუსული კოლონიალიზმის დამარცხების წელი, საქართველოს გამარჯვების წელი, უკრაინის გამარჯვების წელი და ხალხთა თავისუფლების წელი. სხვა არაფერი დამჩენია, თორე შეუერთდა შენს კეთილსურვილებს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, უკრაინა და ყველაზე კიდე დიდი სურვილი რაც მაქვს, რაც იგრძნობოდა ძალიან ჩემ ამ წელს იყო ეს საზოგადოების პოლარიზება. განსხვავებული აზრი. ეს ჰქონდა ჩვენ 90-იან წლებშიც და ამაზეც არ ვისაუბრეთ საკმარისად. და აი მინდა რომ ეს სურვილი მაქვს რომ რაღაცნაირად დაიძლიოს ეს განსხვავებულობის საკითხი და მაგრამ იმ ფორმით რომ არაურიოთ ღირებულებები და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. მადლობა, გაგიმარჯოთ და რაც გისურვათ ბექამ, შეუერთდები რომ ყველა იმსახურებს ამ დღეს იმედს, სიხარულს და სიკეთეს გაგიმარჯოთ. და სანამ ახალი წლის სუფრას მივუშვდებით, ვთხოვთ, გამოყოთ ერთი წამი და გამოყვეთ YouTube გვერდზე მისმინე, ასევე დაგვალაიქოთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, თქვენი კომენტარები, გამოხმაურებები ძალიან ძვირფასია და აქვე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ისტორიული ცოდნის გავრცელებაში დახმარებისთვის ჩვენს თავარ პარტნიორს წყალი მთის წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა.